საღამო მშვიდობისა, მეგობრებო, მოგესალმებით უდიდეს სიყვარულით. დღეს გვექნება ძალიან საინტერესო შეხვედრა, რომლის თემაც არის სტრესის ჰორმონი კორტიზოლი. დღეს მოგიყვებით ყველაფერს კორტიზოლის შესახებ, რატომ? რომ თუ ჩვენ სისხლში მოიმატა კორტიზოლის დონე, ყველაფერს ცუდის საწყისი არის ეს. ანუ ზედმეტი კორტიზოლი იწევს თავიდან უენერგიობას, შემდეგ ეს გადადის დაავადებებში. ხო, მოდით სანამ საღამოს დავიწყებთ, გადავაზიაროთ 1-2 წუთი დაველოდოთ სანამ ხალხი შემოგვემატება. მე კომენტარებს არ მანახებს ხოლმე, აქ ლეპტოპით რო გავდივარ და ტელეფონში ვნახულობ ხოლმე. აბა ვნახოთ აი ვანახებს. ყველას კიდევ ერთხელ მოგესალმებით უდიდეს სიყვარულით. მინდა გითხრათ მე-9 ნაკადის შესახებ, მასტერ გასაღების მე-9 ნაკადის შესახებ. ძალიან მაგარია, უკვე 2 წლის განმავლობაში ვატარებთ ამ კურსებს. მე-9 ნაკადი იქნება რადიკალურად განსხვავებული. სწავლება გაგრძელდება, მთლიანი ნაკადის სწავლება თუ ადრე გრძელდებოდა 6 თვე, ეხლა გაგრძელდება 1 წელი. პირველი საფეხური, რომელიც ეხება ფსიქიკის გაჯანსაღებას, გაგრძელდება 10 კვირის განმავლობაში. ამ 10 კვირის განმავლობაში ასევე ადამიანები გაივლიან ჰორმონებზე სავარჯიშოებს და ეს ძალიან მაგარია. დღეს რაზეც იქნება ჩვენი შეხვედრა. ანუ ჩვენ ამ ჩვენი კურსის პირველ საფეხურზე ვასწავლით როგორ მართოთ ჩვენს სხეულში ჰორმონების გამოყოფა. ნუ რა რისთვის გვჭირდება ეს? ნებისმიერ რამე რა წამოწყებაც არ უნდა გვინდოდეს, ან რა ცხოვრებაში რაღაცა რო გავაკეთოთ, ეს ბალანსი უნდა გქონდეს. ანუ ჩვენ სხეულში ბედნიერების ჰორმონები უფრო მეტი უნდა გამოიყოფოდეს, ვიდრე გამოიყოფა სტრესის ჰორმონი. და თუ რაღაცა პრობლემა ემთხვევა ადამიანს, ნებისმიერ რამე ამ ჰორმონებით იწყება, მეგობრებო, და აი დღევანდელ ჩვენ ამ შეხვედრაზე ამ ყველაფერს მიხვდებით. მოდით გადავაზიაროთ, რომ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს დასწრება. მე კომენტარებს ვერ ვხედავ, ვერც ტელეფონში ვერ ვხედავ და ალბათ ინტერნეტის ბრალია. რაღაც კითხვები იყო, რომელ კითხვებსაც ასევე დღეს ვეუპასუხებ. დღევანდელი შეხვედრა არ იქნება ხანგრძლივი, მოკლედ მოგიყვებით ყველაფერს. რაც შეეხება ამ კიდევ აი ამ მასტერ გასაღების ამ კურსებს. ანუ ეს კურსები იქნება ყველა ადამიანისთვის. ანუ ჩვენ თუ აქამდე ვასწავლიდით მაგალითად ამ კურსებში, ანუ ეხლა ჩვენ შევქმნით სივრცეს, სადაც იქნება ანუ ყოველდღიური აქტივობები. აი გამოჩნდა კომენტარი საღამოშიდობის. ანუ ყოველდღიური აქტივობები იქნება. მე ადრე ჯგუფი მქონდა და ამ ჯგუფში ყოველდღე პოსტს ვდებდი და ანუ ეს ძალიან ის არის რა. ძალიან ენერგეტიკა ძალიან ტრიალებს ამ სიცოცხლით და ანუ ეს აუცილებელია რომ ყოველდღე რაღაც აქტივობა მიდიოდეს. ასევე ანუ ამ ჯგუფში იქნება კვირაში 2 ლაივი იქნება, თვეში გამოდის 9 ლაივი. და ერთი თვის ფასი იქნება 99 ლარი. ნუ ეხლა რა არის, ნახეთ მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ადამიანები რაღაცებს გადიან, რაღაც კურსებს გაივლიან, პატარა ხანმოკლე რაღაცებს გაივლიან. ეს კურსები რეალურად ყველა კურსი არის შედეგის მომცემი, მაგრამ ეს კურსები არის იმისთვის, რომ თქვენში ჩვევები შეიცვალოს. თქვენ თუ ჩვევები არ შეცვალეთ, ხო, აბა რა აზრია ხო ის რაღაცების კეთებას. ყველაფერი, ყველა პრაქტიკა, რასაც თქვენ აკეთებთ, იმისთვის აკეთებთ, რომ თქვენ ჩვევა შეცვალოთ. ეხლა რაღაც ჩვევა გააქვს და ეს შეიძლება მავნე ჩვევა იყოს, ან 1000 რაღაც შეიძლება იყოს. რაც თქვენთვის არასასურველია და ესენი უნდა შეიცვალოს.
აი გამოჩნდა კომენტარები. ხო. მოდით აი მეც გავაზიარებთ, თქვენც გააზიარეთ მანამდე და ცოტა მეტი ხალხი რო შემოვიდეს. და დავიწყოთ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა. ძალიან მიხარია, ძალიან ბევრი ახალი ადამიანი მწერს ხოლმე და მე ჩემ თავს ამაში ვხედავ, რომ ყველას დავეხმარო. მეგობრებო, რა არის, იცით, უნდა მიხვდეთ, რომ რაღაცის მოსმენით უბრალოდ თქვენ ცოდნას იღებთ. ამ ცოდნას ბოლომდე ვერ იძენთ, იცით რატომ ვერ იძენთ? აი ხომ მოგისმენიათ, რომ მოუხმარი ცოდნაო გონებიდან მიდისო, ხო, რას ქვია ეს მოუხმარი გონება გონებიდან მიდის, რას ქვია? ხო, ეს ფეხები ხო არ აქვს და ხო არ მიდის, ხო? რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ აი მაგალითად მე ეხლა თქვენ მოგიყევით, რომ ყოველ დღე თქვენ უნდა ადგეთ და რაღაც რო ადგებით, მე 10 წუთი დაждდეთ რაღაცა გააკეთოთ და თქვენ ეს იცით, ხო? თქვენ ეს თუ არ გააკეთეთ, აი რამოდენიმე ხნის განმავლობაში თუ არ გააკეთეთ, მე ეს დაგავიწყდებათ. ხვდებით? და ეს ქვია, რომ გამოუყენებელი ცოდნა, რომელიც ცოდნასაც არ აპრაქტიკებთ, ის დაგავიწყდებათ. იმიტომ დაგავიწყდებათ, რომ გონება ან თავისუფლებს ადგილს, რომ დაუთმოს ეს ადგილი სხვა რაღაცას. რეალურად ეს ჩვენი ტვინი აკეთებს ყველაფერს. ეხლა ძალიან მაგარ საუკუნეში ვცხოვრობთ. ჯერაც ტვინი, ანუ მე მგონი აი ძალიან ეხლა მიდის კვლევები ამაზე ტვინზე და ანუ რეალურად არიციან, რა ნახევარზე მეტი არიციან რას აკეთებს. ყველას მოგესალმებით უდიდესი სიყვარულით. ხო, მოდით დავიწყოთ დღევანდელი ჩვენი საღამო და მოგიყვებით კორტიზოლზე. ანუ რა ჰორმონია ეს კორტიზოლი? კორტიზოლი არის სტრესის ჰორმონი და რეალურად ეს ჰორმონი ჩვენ გვჭირდება. თქვენ იცით, რომ ჩვენი ფიზიკური სხეული შედგება სადღაც 30 ტრილიონამდე უჯრედისგან. ეს უჯრედები ყველა გონიერია. მაგალითად, ღვიძლის ყველა უჯრედი თავს აიგივებს ღვიძლთან, თავი ღვიძლი გონია და ალტრუისტია, საერთოს გამო მუშაობენ. დაავადებები არის, როდესაც ამ უჯრედებს გონება ერევათ და მიდიან იმ საერთოს წინააღმდეგ. ღორდებიან, ან ბევრის ჭამას იწყებენ. აი მაგალითად კიბოს უჯრედები ეს არის, რომ სხვა უჯრედებთან შედარებით კიბოს უჯრედები ღორები არიან და 6-ჯერ, 7-ჯერ მეც ჭამენ. ხვდებით და თუ ესეთი უჯრედი ცოტაა, სხეული არაფერს არ იმაშუება რა და ოღონდ მე შეიძლება ეს ამ უჯრედებმა სხეული თუ დასუსტდა, ესე გონება ბევრ უჯრედს შეიძლება მე აერიოს და ეს უჯრედები დაჯგუფდნენ მე და ეს უკვე დაავადებაა თუ ესეთი უჯრედები ბევრი გახდნენ. ეხლა რა არის ჰორმონები? ენდოკრინოლოგია ეს არის ახალი მეცნიერება, სადღაც 50-60 წლის მეცნიერება და შეისწავლის, როგორ გამოყოფენ ენდოკრინული ჯირკვლები ამ ჰორმონებს. ჰორმონები არის მოლეკულები, რომლებსაც ფიზიკური ინფორმაცია გადააქვთ სხეულის ნებისმიერ ნაწილში და უჯრედებს ეუბნებიან რა უნდა აკეთონ. ხვდებით რა მაგარი რაღაცაა? ნახეთ, ამ ჰორმონებზეა დამოკიდებული ნებისმიერი ჩვენი ფიზიკური გარეგნული ვიზუალური ცვლილება. ოფლდენა, კანკალი, ყველაფერი ამას ჰორმონები იწვევენ. მაგალითად, ჩვენ ადამიანს ნერვული სისტემა გვჭირდება იმისთვის, რომ ანუ ბევრი რაღაცებისთვის გვჭირდება, მაგრამ მოძრაობებისთვის რეალურად ნახეთ როგორი რაღაცაა. რაღაცები რომ ვიმოძრაოთ, ხო, ეს აზრებით ხდება ყველაფერი. და ამას ტვინით ვაკეთებთ ჩვენ ამ მოძრაობებს. მაგრამ აი ეს მეორე არის, რაც ფიზიკურ ცვლილებებს იწვევს ჩვენში, ამას ჰორმონები აკეთებენ. ხვდებით? და აი ხო გითხარით, აი ესენია რა, ოფლდენა, ნებისმიერი ფიზიკური ცვლილება. ასევე ენერგიის მომატება, ხო?
ეს არის და რა ენერგიას აი მაგალითად ადრენალინი სტრესის ჰორმონი ქვია. და რას აკეთებს ადრენალინი? გულს აჩქარებს. რისთვის არის ადრენალინი? რომ გადაგვარჩინოს, შიშის დროს გამოიყოფა ადრენალინი. და ნახეთ ამაზეც მოგიყვებით, მაგრამ ძალიან საინტერესოა. თუ გააცნობიერებთ ეს ჰორმონები, რისთვის არის, როგორ მოქმედებენ, შეიძლება რომ თქვენც ასიკეთოთ გამოიყვენოთ. და ჩვენი აი ეს კურსის პირველი საფეხური იქნება ეს, რომ ჰორმონები შესწავლა, როგორ მოქმედებენ ეს ჰორმონები, რა დროს გამოიყოფა და ძალიან მაგარი მეგობრებო, მე წინა ვიდეოები ჩავატარე ამაზე, რომ უფრო გასაგები რო ყოფილიყო ეს დუალობა რა არის. და ეს დუალობა ფიზიკურ სამყაროში ყველაფერში მოქმედებს და დუალობა მოქმედებს ჰორმონებშიც. ბედნიერების ჰორმონები ანეიტრალებენ სტრესის ჰორმონებს და სტრესის ჰორმონები ანეიტრალებენ ბედნიერების ჰორმონებს. ნახეთ და იმიტომაა რომ ჩვენ რაღაც სიხარულს განვიცდით, დიდი ხანი სიხარული არ გაგყვება. იმიტომ რომ სტრესის ჰორმონი კორტიზოლი დღეს რომელიც მოგიყვებით, სულ გამოიყოფა. ის twins ჭირდება რომ მუდამ ასკანიროს გარემო და მუდამ მზად იყოს. ჩვენი სხეული ხო იმდენად წამის მიათედებშია მზად, აი ვიღაცამ თქვა რომ გვესროლოს, ხო ჩვენ ამას თავის twin-ით ვერ გავიაზრებთ და ვერ მოვასწრებთ იმ ქვის აცილებას. ამას ჩვენი ინსტინქტი აკეთებს, ხო? ხო? საღამოშიდობის, აი დუალობაზე ვლაპარაკობ და ეხლა წავიკითხე. კი, გესაუბრებით ბევრს ამაზეც. თქვენ მოიწერეთ კითხვები და ყველაფერზე ვისაუბროთ. აი გიყვებოდით ადრენალინზე და ბარემ მოგიყვებით ამაზე რომ გაიაზროთ, ადრენალინი გამოიყოფა შიშზე და აჩქარებს გულს. გვჭირდება რისთვის? რეალურად გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენმა ფიზიკურმა სხეულმა ადაპტაცია გაიაროს, ანუ შეეგუოს გარემოს. აი მაგალითად რაღაც სხვანაირი გარემოა და უნდა შევეგუოთ რა იმას, მაგისთვის გვჭირდება რეალურად. ანუ რეალურად ძალებს გვაძლიერებს, ტურბოა. და ნახეთ როგორ რაღაცა, ეს გაწერილია, თვითონ შიში გაწერილია. ჩვენი twin-ი პირობითად შეგვიძლია დავყოთ სამ ნაწილად. ყველაზე ძველი twin-ი, რომელსაც ასევე რეპტილიური twin-ი ქვია, და ის არის ჩვენი გადარჩენის ინსტინქტებზე პასუხისმგებელი. აი შიშზე ეგ არის პასუხისმგებელი. გირჩი აძლევს იმპულს, რომ გამოიყოს ადრენალინი და არის ეგეთი დაავადება, აბრაჰამ ვიტეს დაავადება ქვია, რომ ეს გირჩებში რაღაც დაზიანებულია და იმპულს არ აძლევს, რომ ადრენალინი გამოიყოს. ანუ ადამიანს არ ეშინია რა, არაფრის არ ეშინია და ამ ცდად ჩაატარეს რაღაც ქალი იყო და სახლში მოუწყეს რაღაც საშინელებები და ამ ქალს არ ეშინოდა. მართლა არ განიცდიდა შიშს, მაგრამ თურმე ცუდია, შიშს უნდა განვიცდიდეთ. რატო? იმიტომ რომ სიფრთხილე არ ქონდა იმ ქალს და ეგეთი ადამიანები ადრე კვდებიან ავტოკატასტროფეებში, ფრთხილები არ არიან რა და სიფრთხილე გვჭირდება, ხვდებით ხო? ეს სიფრთხილე არ უნდა გადავზარდოთ შიშში. ეხლა რა დროს ხდება ამ სიფრთხილეს შიშში გადაზდა, ხო? თუ უმიზეზოთ, ჩვენი twin-ი ვერ ანცხოვებს, ჩვენ რაღაცას თვალებიდან ვიღებთ ინფორმაციას, თუ ამას ჩვენ ხელოვნურად აზრებით ვაწვდით, ჩვენ იგივე ინფორმაცია აზრებით შეგვიძლია მივაწოდოთ twin-ს და ჩვენ twin-ზე იგივე ზემოქმედებას ახდენს. და შესაბამისად, თუ ჩვენ რაღაც სიტუაციას ვიზუალიზირებთ, ჩვენ twin-ი ამას რეალობად თulis და ჩვენ თუ საშინელებას წარმოვიდგენთ, ჩვენ twin-ს ეგონება რომ ეს ჩვენ მართლა გვემართება და გააქტიურებს ზუსტად იგივე პროცესებს. გირჩისებრი გააგზავნის სიგნალს, რომ გამოიყოს ადრენალინი. ეს როგორ ხდება, ახლა მას გეტყვით თქვენ. ნახეთ, ეს უძველესი twin-ი, რეპტილიური twin-ი ქვია, მას ასევე მოგრძო twin-ი ქვია. არის ზურგის twin-ის გაგრძელება და ეს გირჩისები და ესენი სადაც არის ეგ ადგილი. არის რაზე პასუხისმგებელი? გადარჩენაზე და ინსტინქტებზეა პასუხისმგებელი. არის გამრავლების ინსტინქტზეა პასუხისმგებელი, უსაფრთხოებაზე, სითბოზე, საკვებზე, ყველაფერზე ეგაა პასუხისმგებელი. და თუ ადამიანი ამის ნაკლებობას განიცდის, თუ ამის გამო შიში ვარდება, გონია რომ გაუთავდება, ან საჭმელი გაუთავდება, რაღაცა ან უსაფრთხოდ არ იქნება, ანუ ამაზე სტრესს განიცდის. აქტიურდება ეს და გამოეყოფა ეს სტრესშია რა ადამიანი. ხვდებით ხო? მეორე ნაწილია twin-ის მეცნიერულად ქვია ლიმბური სისტემა. ასევე ეძახიან მაიმუნის twin-ს ან ძუძუმწოვრების twin-ს. რატო? იმიტომ რომ მაიმუნსაც და ძუძუმწოვრებსაც იგივე twin-ი აქვს. ეს რეპტილიური twin-ი, იმიტომ ქვია რომ რეპტილიას იგივე twin-ი აქვს.
და ეს ამ ლიმბურ სისტემას ასევე ეძახიან ემოციურ ტვინს. რატო ეძახიან ემოციურ ტვინს? იმიტომ რომ ემოციებზეა პასუხისმგებელი. და მესამე ნაწილი, ბოლო ნაწილი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რატომ მოგიყევით ახლა ეს ყველაფერი. ჩვენი ტვინის უახლესი ნაწილი, რომელსაც ქვია ნეოკორტექსი. ან ნეოკორტექსი ქვია, ან ახალი ტვინი ქვია, ან ტვინის ქერქი ქვია. არის აი ამ ლიმბური სისტემის ქერქი, ძალიან თხელი ფენა. და მას ასევე ვიზუალიზაციის ტვინსაც ეძახიან. რატო ეძახიან ვიზუალიზაციის ტვინს? იმიტომ რომ ის ვიზუალიზაციისთვის არის. ვიზუალიზაცია შეგვიძლია ამ ტვინით. ის არის იდეალების ფორმირებისთვის, ჩვენი მომავალი რო შევქმნათ. და ასევე ის არის პასუხისმგებელი კონცენტრირების უნარზე, დაკვირვების ძალაზე, ყურადღების ძალაზე, რაღაცას რო ვაკვირდებით. ამაზეა პასუხისმგებელი და ეს ტვინი ჩვენ გვჭირდება თვით დაკვირვებით, თვით კონტროლი რო განვახორციელოთ. და ასევე იძახიან, რომ აი ამ ნეოკორტექსში გაჩნდა სინდისი. იმიტომ რომ ეს რეპტილიური ტვინი ხასიათდებოდა სისხლიანი დამოკიდებულებით სხვა ადამიანების მიმართ და ამ რეპტილიურ ტვინში არის დომინაციის სურვილი, ფლობის და მართვის სურვილი. ხო, ეს რატომ მოგიყევით, ნახეთ, ჩვენ ტვინში გაწერილია ყოველთვის, როცა რაღაც საშიში რაღაცა ხდება, ჩვენი ტვინია ეს ადრენალინის გამოყოფს. და ნახეთ როგორი რაღაცაა, ესენი გაწერილი გვაქვს რა. ანუ ამ ძირეულებს ვერ შევცვლით. მაგრამ აი ლიმბური სისტემა რაზეც არის პასუხისმგებელი, ხო, რაზეა პასუხისმგებელი ლიმბური სისტემა, რომელსაც ქვია ემოციური ტვინი, ემოციებზე, ხო? და ნახეთ როგორი რაღაცაა, ყოველთვის როცა ჩვენ გვიხარია, ჩვენ ბედნიერების ჰორმონს გამოვყოფთ. და ყოველთვის როცა ჩვენ გვწყინს, ჩვენ სტრესის ჰორმონს გამოვყოფთ. ამაზეა პასუხისმგებელი და ამას ჩვენ ვერ შევცვლით. მაგრამ ნახეთ აი ზედნაშენი, ნეოკორტექსი მხოლოდ ადამიანს აქვს. ანუ სხვა ცხოველებს არ აქვს. ცხოველებისგან მხოლოდ ამ ნეოკორტექსის განსხვავდებით. და ეს ნეოკორტექსი რისთვის არის? რომ ჩვენ ავირჩიოთ რა გაგვიხარდეს და რა გვეწყინოს. და ეგ ძალიან მაგარია, ხვდებით ხო რა მაგარია, რომ ამას ვირჩევთ ჩვენ რა გაგვიხარდეს და რა გვეწყინოს. რეალურად სამყაროში არაფერს არ აქვს აზრი მანამდე, სანამ ჩვენ არ მივანიჭებთ აზრს. ჩვენ ვაფასებთ ყოველთვის რაღაცას, რომ ეს ან პოზიტიურია, ან ნეგატიური. ხო, ნუ რაღაცები არის, ხო, ნუ რაღაცაზე რაზეც ვერ ვიტყვით, რომ რა როგორ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ნეოკორტექსის გამოყენებით ჩვენ გავხდეთ ცნობიერები. და ყველაფერზე არ გავბრაზდეთ. რატომ? რომ პრობლემა არის, დღევანდელი ჩვენი პრობლემა არის რა, რომ ადრე ადამიანი რასაც ერთ დღეში რა ინფორმაციასაც ეცნობა, ადრე ადამიანი ამდენ ინფორმაციას ერთ წელში ვერ ეცნობოდა. ხვდებით ხო? ანუ ძალიან დიდი ნეგატივი მოდის. და ეს ყველა ინფორმაცია ადამიანმა თუ გულთან ახლოს მიიტანა და თუ ემოციურად განიცადა ყველაფერი. შედეგად კორტიზოლი გამოიყოფა. კორტიზოლმა თუ მოიმატა სისხლში გახდა ორჯერ მეტი, უკვე დაიწყება რაღაცების არასწორი ფუნქციონირება. სამჯერ მეტი თუ გახდა კორტიზოლი სისხლში ნორმასთან შედარებით, იმუნიტეტს იშავს და უკვე აიქედან უკვე დაავადებები იწყება. ნახეთ როგორ რაღაცა, ეს ბევრჯერ მაქვს მოყოლილი კორტიზოლი ადამიანს ახლა რაში გჭირდება ეს კორტიზოლი? ხო, ადრენალინი მოგიყევით, ხო, რასთვის რაში გჭირდება? რისთვის გჭირდება კორტიზოლი? კორტიზოლი გჭირდება პრობლემების გასააზრებლად, მეგობრებო. ნახეთ, რაღაცა პრობლემა რო გვიდგას, ეგ რო გავიაზროთ, ამისთვის კორტიზოლი გჭირდება. მაგრამ ადამიანი თუ ამ პრობლემას არ წყვეტს და რაღაც არასწორ მხარეს მიყავს თავის ეს გადაისინი, შედეგად თავს ისტრესავს, რა კორტიზოლი ჭყიპავს თავის თავს. მეცნიერული დასკვნებით აღმოჩნდა რა იცით, რომ კორტიზოლი სისხლს ადედებს და ერითროციტებს, რომლებმაც აერის ბუშტუკები უნდა გადაიტანონ ფილტვებიდან ტვინამდე და მთელ სხეულში ვეღარ გადააქვთ. პრობლემა არის ეგ, რომ ტვინი იწყებს გადატვირთულ რეჟიმში მუშაობას. გამოკვლევებით ტვინის მუშაობის 5 სიხშირე იმას აქნეს გამოყვეს და არქვეს ალფა, ბეტა, გამა არის ღვიძლის მდგომარეობები და ტეტა, დელტა არის ძილის მდგომარეობები. ეხლა ჩვენი ტვინი იმყოფება ბეტა მდგომარეობაში, როდესაც ვიძინებთ, ნელ-ნელა ჯერ ალფაში გადავა, მერე ტეტაში, მერე დელტაში.
და ამიტომ საუკეთესო საშუალებაა, ანუ თურმე ამ დროს, ანუ დელტაში როცა გადადის ტვინი, ძილის დროს, მაგ დროს იკურნება სხეული. ნებისმიერ ეს პროცესები იდეალურად იწყებს მუშაობას, ანუ ეს ხელისუფლებით განკურნება და ყველაფერმა კარგად რო იმუშაოს, აი ეს ღრმა ძილი გჭირდება. ოღონდ ადამიანმა თუ დღისით თავი ისე დაისტრესა, რომ ტვინი რაღაც ცუდ სიხშირებზე ამუშავა, ღამე რო დაიძინებს, ის ტვინი ვერ გადავა იმ დელტა სიხშირეზე ვერ ჩავა, რომელიც დასვენებისთვის სჭირდება, რომ კარგად დაისვენოს. ამაში კიდე ერთი ჰორმონია, რომელსაც მელატონინი ქვია. დღის განმავლობაში მზის ჯგუფზე გამოიყოფა ეს ჰორმონი სეროტონინი. ჩვეულებრივ მზეზე გამოიყოფა. ერთ-ერთი რაღაცის გამო არის, რა მზე, რის გამოც გამოიყოფა. კიდე გამოიყოფა ეს სეროტონინი კომპლიმენტების თქმისას. აი ერთმანეთს რომ მადლიერები რო ვართ ერთმანეთის, მადლობას რო ვეუბნებით. თუ გინდა დააკვირდით თქვენ თავს, ან როცა ვიღაცის მადლიერი ხართ, ან როცა ვიღაცაა თქვენი მადლიერი, აი ამ დროს რო სასიამოვნო შეგრძნება გაქვთ სხეულში, აი ეს არის ჰორმონი სეროტონინი. და ღამე ეს სეროტონინი გადაიქცევა მელატონინად. თურმე სადღაც ამას ციკადური ციკლი დაარქვეს. ეს არის იგივე ბიოლოგიური საათი. ჩვეულებრივ მცენარეებიც ყველა თურმე ჩვენ შინაგანად ხვდებით ამ საათს. და ეს იქიდან შეგვიძლია მივხვდეთ, რომ ჩვენ რო გვინდა დილას გაღვიძება, ზუსტი დროს ვიღვიძებთ ხოლმე, როცა ძალიან გვჭირდება ეს. და ჩვენ ქვეცნობიერს ვეუბნებით, რომ აი ამ დროს გვინდა გაღვიძება და ქვეცნობიერს ზუსტ დროზე გვაღვიძებს. იმიტომ რომ ეს ჩვენ გვძნობთ ამას რა, ამ ყველაფერს. კორტიზოლზე ეს იყო რაც მინდოდა მე თქვა, რომ დილას ის გამოიყოფა რომ გაგვაღვიძოს, მაგისთვის გვჭირდება პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ ჩვენ თუ უაზრო რაღაცებზე ვნერვიულობთ, ხვდებით, ხო აი მაღაზიაში პური არ დაგხვდა და ამაზე გაუბრაზდით. და ნუ ადამიანები 1000-ნაირ უაზრო ფიქრებს იწყებენ, რომ სამყარო ჩემ წინააღმდეგაა და ეს რაღაცებს ფიქრობენ. და ამ დროს ჩვენ ხელოვნურად ვსტრესავთ თავს. ნუ ხა რა უნდა გავაკეთოთ კი, ეს გავიგეთ, რომ ეს ცუდია რა, ესე არ უნდა ვსტრესავდეთ, მაგრამ ყველაზე ძნელი ის არის, რომ ეს ჩვევებია ყველაფერი და ამ ჩვევის შეცვლას მუშაობა ჭირდება. და ამიტომ გავაკეთეთ ეს ხანგრძლივი კურსი. მაგალითად ადამიანმა რომ დეპრესია დაამარცხოს, ნუ რავი, 2 თვე დაჭირდება, 2 თვე იქნება 200 ლარი დაუჯდება. და ეს ფასითაც ძალიან კაი იქნება. და ნუ რავი, ყველა მხრივ ის იქნება რა. რეალურად მიიღებს ამ კურსის გავლის მერე იმ ხელაცოდნას მიიღებს, რომ ცხოვრება შეცვლის. ვინც ჩვენთან ერთხელ მაინც კურსები გაიარა, იცის, რომ აი ამაზე მეტი ცხოვრებაში რავი, აი მაქსიმალ ანუ ყველა მხრივ განვითარებას გადიხართ. რა ფიზიკურ სამყაროში შეიძლება 3 რამ გჭირდებოდეს სულ. და მას მეც ვერაფერს ვერ დაამატებ. ეს არის ჯანმრთელობა, ეს არის შემოსავალი, ფინანსური მხარე და ეს არის ურთიერთობა, სასიყვარულო ურთიერთობა გარშემოყოფებთან. ამ სამს მეც ვერაფერს დავამატებთ. შინაგან სამყაროში გვჭირდება ძლიერი გონება, რომელიც თავის თავში ბედნიერ გონებას მოიაზრებს. რეალურად ეს გონება ქმნის ამ ყველა სიკეთეებს გარეთ. ჩვენ თუ გონებას ვავარჯიშებთ და ჩვენ თუ ჰარმონიას მოვიპოვებთ ჩვენ შინაგან სამყაროში, ჩვენ გარეთ გამოვლინდება ეს ყველაფერი. მე მგონი ძალიან კაი შეხვედრა გამოგვივიდა. მოდი ახლა მე გადავხედავ კითხვებს. ყველას გიგზავნით უდიდეს სიყვარულს. ხო, აი, ნახოთ. შოთა დუალობის პრინციპთან დუალობის პრინციპიდან გამომდინარე მაინტერესებს. ჩვენ ხომ არის დუალობაც და ანუ ბნელი მხარე. ამის შეცვლაც აუცილებელია თუ უნდა გავიაზროთ, რომ ესეც ჩვენია, მაგრამ ეს არ გვმართავს. რას ქვია ბნელი მხარე, რა ქვია რა? ბნელი მხარე რას ქვია? ანუ სიბოროტე რაც არის ჩვენში? ანუ ხო, ყველა ადამიანში ყველაფრის საწყისია. ანუ ის ბოროტების საწყისიც არის, სიკეთის საწყისიც არის. ყველაფერი არის ჩვენში. და მთავარია ჩვენ რას ყვებავთ, ხო? გამოყვება რა არის? ანუ ჩვენი აზროვნებით, რაზე ვაზროვნებთ და მე იმიტომ რომ ჩვენი აზრები მე ქმედებებად იქცევა.
და ეს ქმედებები მე გარემოების მდგომარეობებს ქმნიან და ჩვენ გარემოცვას ქმნიან და მე ეს ხალხს იზიდავენ და ანუ ჩვენი აზრები ნელ-ნელა ვლინდება ჩვენ გარემოში და როგორიც არის ჩვენი აზრები დროთა განმავლობაში ჩვენი გარემო იქნება ზუსტად ისეთი, ვინც აკვირდება ამას და იცის მიხვდება რომ ესეა რა თქმა უნდა და უბრალოდ თუ რამე შეცვლა გვინდა გარეთ, უნდა შევცვალოთ ჩვენ შიგნით და შეიცვლება გარეთ. ანა რაც აი შენ კითხვას რაც ეხება ხო, ну რავი რა. ეხლა ბოროტება ხო ყველა ადამიანში არის საწყისში არის ხო? ადამიანს სულად რო ექცევიან, ის ბოროტულად მაინც ფიქრობს, უნდა სამაგიეროს გადახდა, ხო? ну ესაა ბოროტება, აბა ხო? ბნელი ესაა, აბა სხვა ბნელი მეტი რა. საღამო მშვიდობისა. ყველაფერს რომ გააცნობიერებს, მაგრამ დაჟინებით მაინც ძველსაც რომ ეჭიდება ეს რა? რას ქვია ძველს ეჭიდება? ანუ ძველებურად აზროვნებს? თუ ძველი, აი მე მაგალითად ვიღაც ცუდად მომექცეოდა, მინდოდა ხოლმე სამაგიეროს გადახდა. და ეს ბოროტებაა, რა თქმა უნდა, სამაგიერო არავის არ უნდა გადაუხადოთ. ყველაფერი რაც ჩვენ ცხოვრებაში მოვიდა, ეს ჩვენი დათესილია და იმიტომ მოვიდა. სამაგიერო ვიღაც რო გადაუხადოთ, ეს კიდე ახალი ნეგატივის დათესვაა. ხვდებით ხო? სტრესმა შესაძლოა გამოიწვიოს შიშები და ჰალუცინაციები. ჰალუცინაციები შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა, რა თქმა უნდა. ეხლა მე თქვენ გეტყვით რა არის სტრესი, რომ მიხვდეთ ზუსტად რა არის სტრესი. სტრესი სახელი დაარქვეს რას? აი სიხარული ხო არის განცდა, რომ გვიხარია რაღაცა და ბედნიერების ჰორმონები გამოიყოფა. ესეთივე განცდა, მეორე ნეგატიური განცდა არის სტრესი. სტრესი გვემართება და აი სიხარულის დროს ხო სასიამოვნო შეგრძნება გვაქვს. ამ სტრესის დროს სხეულში გვაქვს არასასიამოვნო შეგრძნება. რატო? გამოიყოფა ეს სტრესის ჰორმონები და ეს სტრესის ჰორმონები იწვევენ ამ არასასიამოვნო შეგრძნებას. ბედნიერების ჰორმონები იწვევენ სასიამოვნო შეგრძნებას. და სტრესი არის ეს. ოღონდ ნახეთ სტრესი როგორ რაღაცაა. თუ მივდივართ და რაღაც აფეთქდა, ჩვენ სტრესი დაგვემართება. მაგრამ ეს სტრესი საზიანო კი არ არის. ეს სტრესი დაგვემართება იმისთვის, რომ გამოგვაფხიზლოს. ეს სტრესი არის განგაში. რომ ჩვენ აზზე მოვიდეთ, რომ რაღაც არასწორად ხდება. და ანუ შიში თვითონ სტრესია, ხვდებით? ერთჯერადად შიში არის სტრესი. სტრესი ნიშნავს სტრესის ჰორმონის გამოყოფას. ხვდებით ხო? სხეულში გაქვთ არასასიამოვნო შეგრძნება. და შიში არის თვითონ სტრესი და აი სტრესი ჩვევაში უკვე აი ხანგრძლივად რო ამეოროთ, აი თქვენი თავი რო თქვენი თვითონ აშინოთ აზრებით, სტრესი ჩვევაში არის უკვე დეპრესია. და სტრესი უბრალოდ ერთჯერად სტრესი არ არის ცუდი, სტრეს ჩვევაში ეძახიან დისტრესს. ეს უკვე ცუდია სტრესი ჩვევაში. ხვდებით? ჩვენ თქვენ თვითონ რო სტრესავთ თქვენ თავს სახში რომ მოდიხართ და საშიში რო არაფერია, მაგრამ თქვენ რო აშინებთ თქვენ თავს აზრებით. twin ვერ ანსხვავებს მაგ დროს, გონია რომ მართლა ხდება ეგ. და ეს ჩვევა ხდება და მე ვეღარ მოიშორებთ რა ჩვევაა. და ამის კურსები გვაქვს, აი ესეთი რაღაცები რომ მოიშოროთ, 1 მარტიდან დაიწყება ეს კურსები და მე რავი ყველას გირჩევთ, იმიტომ რომ ეს იქნება უბრალოდ ისეთი სივრცე, რომ ამ სივრცეში რავი ყველამ უნდა იყოს, რა თუ გვინდა რომ ჩვენი აზრები პოზიტიურ მხარეს შეიცვალოს, ყველა უნდა იყოს. შოთა როგორ ვიაზრებ ნეოკორტექსი სულ განვითარებისკენ ისწრაფვის. თვითონ არის აი მაგალითად ნახეთ როგორ რაღაცა ლიმბური სისტემა და რეპტილიური ტვინი ჩვენგან დამოუკიდებლად მუშაობენ. აი გული ხო თავისით მუშაობს, ხო? даже სუნთქასაც ჩვენ არ ვსუნთქავთ, ქვეცნობიერი სუნთქავს, მხოლოდ მაშინ სუნთქავთ ჩვენ როცა ვაცნობიერებთ და ჩვენ ხელში ვიღებთ. ანუ ყველაფერს ქვეცნობიერი აკეთებს. რეალურად ჩვენ არ ვართ რა, ამით უნდა მივხვდეთ რომ ეს ჩვენ არ ვართ რა, ხვდებით? ჩვენ უბრალოდ ძალაუფლება გვაქვს ამ სხეულზე. ლიმბურ სისტემაზე არ გვაქვს ძალაუფლება, მხოლოდ ნეოკორტექსზე გვაქვს ძალაუფლება. ანუ ჩვენი სხეულის ყველა უჯრედს ვერ ვამოძრავებთ ჩვენი აზრების შედეგად, ხვდებით? ხო, ანუ ეს უნდა გაიაზროთ. ანუ ჩვენ თავს ნაწილობრივად მართავთ. ახლის შეცნობისკენ, ხო, ახლის შეცნობისკენ
და გირჩისებრი კი არსებული შენარჩუნებაზეა უფრო ფოკუსირებული. კომფორტის ზონის ტიპია. აი მაგალითად რეპტილიურ ტვინს რატო ეძახიან ამ გირჩისებრს და ამ იმას რა ქვია ძველ ტვინს რა? რატო ეძახიან რეპტილიურ ტვინს? იმიტომ რომ რეპტილიას ტვინი აი ნაშიერს რო ბადებს აღარ ვითარდება. დედამ რაც ის ყველაფერი იცის შვილმა და შესაბამისად ახალ გარემოს ვერ ეგუებიან. ძალიან ძნელად ეგუებიან რა. და ეგ სხვაობაა. ანუ აი ეს ძველი ტვინი და მე განვითარდა ეს ეტაპობრივად მე განვითარდა ეს ტვინი. აი მაგალითად ლიმბური სისტემა და ეს ძუძუმწოვრების ტვინი ახალ ანუ ნაშიერმა არ იცის არაფერი და იმას ეგუება, მე სწავლობს რაღაცეებს. აი ეგ სხვაობაა. კომფორტის ზონის ტიპია. ხო და როცა ადამიანის მუდმივად მიმდინარეობს ამ ორი გონების შიდა ბრძოლა, თან რომ უნდა ახალი შეიცნოს, მაგრამ თან რომ ვერ ხდება ასეთმა ხანგრძლივმა შეწყობამ შეიძლება შეიყვანოს ადამიანი დეპრესიაში, შფოთვაში. დეპრესიაში და შფოთვაში ადამიანი შედის ხანგრძლივი სტრესში ყოფნით. აი ერთი დღე თუ ადამიანი სტრესში, ორი დღე თუ ადამიანი სტრესში, შევა დეპრესიაში, სხვანაირად არ შევა არანაირად. გამოსავალი არის ის, რომ სტრესში ყოფნის მაგივრად სიხარულში უნდა იყოს. და თუ გარემო არ აქვს ისეთი, უნდა შეიქმნას თვითონ, რა თქმა უნდა, არავინ არ მოგვიწყობს ჩვენ ისეთ გარემოს, რომ სიხარულში ვიყოთ. და უნდა ვიპოვოთ ისეთი რაღაცები, რითიც ჩვენ თვითონ გავახარებთ ჩვენ თავს. და იგი ძალიან ბევრი რაღაცაა, 1000 პროფესია და 1000 საქმიანობაა. და ამით უნდა გავახაროთ ჩვენი თავი. აბა ის არავინ არ გაგვახარებს ესე ჩვენ. მეორე ადამიანი არ იქნება ვიღაცა, რომ ეცდება, რომ გაგვახაროს და ზოგი ამ მეორე ნახევარს იმისთვის ეძებს, რომ გონია, რომ იმან უნდა გაახაროს და იმან უნდა შეუქმნას რაღაცეები და ძნელია ეს ერთეული მე მგონი არც არსებობს ეგეთი ადამიანები. ანუ ეგაა რა, შფოთვამდე ადამიანი და დეპრესიამდე მიდის ხანგრძლივი სტრესში ყოფნით. სტრესში ვარ და ადამიანი აი კორტიზოლით, ხანგრძლივი ბევრი კორტიზოლი როცა აქვს სისხლში, ეს ამით მიდის დეპრესიაში და ნებისმიერი ცუდი რაღაცები იწყება ამით. უნდა ადამიანს კარგად გახდეს, გამოიყენოს ეს დუალობის პრინციპი და გაანეიტრალოს სტრესის ჰორმონი კორტიზოლი ბედნიერების ჰორმონებით. გაცნობიერებულმა ადამიანმა თუ განიკითხა სხვა ადამიანი, ეს ალბათ სტრესის ჰორმონის გამო ხდება. არა და ცოტა დრო რომ გადის და გავიაზრებს, ძალიან უნანობთ ხოლმე. როდესაც ვიღაცას განვიკითხავთ, ეს არის რეალურად ტვინში არის ეს გაწერილი, რომ ჩვენ შური გვჭირდება იმისთვის, რომ წინ ვიმოძრაოთ და რაღაცები ვაკეთოთ, ხო, მაგრამ ეს შური კიდე ძველი აზროვნებაა. მაშინ ადამიანი ვერ იაზრებდა, რომ ჩვენ ერთმანეთის გვერდში დგომით კი არ უნდა შეგშურდეს. შური იყო აი ძველი აზროვნება, რომ სხვის შურს და ჩვენ გვინდა რომ იმაზე ძლიერები ვიყოთ და შეჯიბრით ერთმანეთს რომ ვეჯიბრებით, აი ეს შეჯიბრეთობითობა. არის ცუდი. რეალურად უნდა შევეჯიბროთ ჩვენ თავს, სხვას არ უნდა შევეჯიბროთ. სხვასთან უნდა ვითანამშრომლოთ და ერთმანეთი გავაძლიეროთ. ახალი აზროვნება არის ეს, ძველი აზროვნება, ეს შურის აზროვნება. ოღონდ ჩვენში ჩარჩენილია ეს. თუ სისხლში ბევრი სტრესის ჰორმონი გვაქვს, ანუ ჩვენი აზრების შედეგად, თუ გამოვყავით და ჩვენი სისხლი გავაცხოთ აი ეს ბევრი სტრესის ჰორმონებით, ჩვენ ვიქნებით შენელებული, ჩვენ ვიქნებით უენერგიო. თვითონ აზრებზე პასუხისმგებელია ტვინი. თუ ბევრი ტვინში შევქმნით ბევრი ისეთი ნეირონული კავშირები, რომელითაც ჩვენ ვიზუალიზირებდით ნეგატიურ აზრებს და მე ჩვენ აღარ გვინდა ის კავშირები არ იქ შექმნილი და თავისით დაიწყებენ გამეორებას ამ აზრების. და ეს არის მე თუ 2-3 დღე იფიქრეთ თქვენ რაღაც ნეგატიურ აზრებზე, ეს აზრები მე თავისით განმეორდება. შოთა ოქროკაცია, გაიხარე, მადლობა უჩა. როდის იწყება ეს კურსი? ეს კურსი იწყება 1 მარტს, მეგობრებო, და მე რავი, ყველას გირჩევთ. ერთი თვის ფასი იქნება
100 ლარი, 99 ლარი ეღირება ერთი თვე, ეს იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. ერთ თვეში იქნება 9 ლაივი იქნება, ანუ კვირაში 2 ლაივი იქნება და თვეში 9 ლაივი მოუწევს. 9 ლაივი იქნება და ყოველ დღე იქნება პოსტები. იქნება როგორი სავარჯიშოები? ეხლა გეტყვით, პირველი 2 თვე იქნება ჰორმონებზე. აი მაგალითად როგორი სავარჯიშოები? ადვილი სავარჯიშოები, რომელიც გაკეთებითაც ბედნიერების ჰორმონები გამოიყოფა. აი მაგალითად ენდორფინი გამოიყოფა სიცილზე. მეგობრებო, თქვენ რო 15 წამი გაღიმებული სახე შეიკავოთ, თქვენი ტვინი გააგზავნის სიგნალს და დაიწყება ენდორფინის გამოყოფა. და ერთ-ერთი ესეთი დავალება რომ 15 წამის სარკეში უნდა გაუღიმოთ ჩვენ თავს. და ესეთი ბევრი დავალებებია მეგობრებო და ასეთ რაღაცებს თქვენ რო 2 თვე რო აკეთოთ ესეთი რაღაცეები, მე ეს ჩვევა გახდება, ხვდები და ავტომატურად გამოიყოფა მე ეს ბედნიერების ჰორმონები. თვენახევარი ჭირდება ჩვევის შექმნას 45 დღე. და რავი 2 თვე, რავი 2 თვე დაგიჯდებათ 200 ლარი და იმხელა ცოდნა შეიძენთ, რომ მთელი ცხოვრება ბედნიერები იქნებით. მაგრამ შეიძლება ამაზე კაი იყოს, ხო? უბრალოდ მასტერ გასაღების გავლა გახანგრძლივებული იქნება ადრე თუ პირველ საფეხურს 5 კვირაში გადიოდნენ. ეხლა პირველი საფეხურის გავლას 10 კვირა დაჭირდება. და ისევ 250 ლარი დაჯდება პირველი საფეხური. ადრე თუ ჯდებოდა 300 ლარი, ეხლა ცოტა იაფი გამოვა, ეხლა იქნება 250 ლარი. გავაგრძელოთ აბა. შოთა მასტერ გასაღების სწავლებას ამ კურსის პროგრამაში იქნება. კი, ყველაფერი ერთად იქნება. ანუ ამ კურსში იქნება მასტერ გასაღები, იქნება ჰორმონების მარათონი და მე შემდეგ საფეხურებზე აი ეს იქნება ახლა ფულის ცნობიერების ამას გავდივართ მარათონს. ძალიან მაგარია ეს რა, ანუ რა ცნობიერება გჭირდება ჩვენ რომ ფული მოვიზიდოთ ჩვენ ცხოვრებაში. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნიუანსია არაზე ფიქრისას ჩვენ ამ ნაკადს ვაჩერებთ და ჩვენ საწინააღმდეგოდ მიდის. რეალურად ნებისმიერ ნეგატივზე ამ ნაკადს აჩერებს ამ ფულის ნაკადს, ენერგია ეს ჩვეულებრივი ფული. და ყველაფერი იქნება, ანუ ჩვენ რაც გვიტარებია, მე და თეოს ყველაფერი იქნება ამ ერთწლიან კურსში. და ვინცაც კიდე ოდესმე ჩვენი რამე კურსი აქვს გავლილი, იმასთვის იქნება ძალიან დიდი ფასტაკლებები კიდევ. მინდა როდის იწყება? დიახ, ეს კურსი იქნება ონლაინ, აი ძალიან კომფორტულია. ნახეთ როგორ ვასწავლით. ყველა დავალება იდება დახურულ ჯგუფში. ამ დახურულ ჯგუფთან თავის არჩევიც აქვს. და ეს ჩამოწერილია ძალიან მაგარია პირველი დღეს რა დავალებები იყო, მეორე დღეს რა დავალებები იყო. და ესე მე ამ სარჩევით შეგიძლიათ პირველი დღის, მეორე დღის, ნებისმიერ დღის დავალებები ნახოთ. აი ჰორმონების მარათონი გრძელდებოდა 4 კვირა. და ყოველ დღე რა დავალება მივეცით, ეხლა სარჩევია და ეს ჰორმონების მარათონი ვინც გაიარა, 100 ლარი ღირდა მაშინ ეს მარათონი. გაგრძელდა 1 თვე. ვინ დაიარა, ეხლა 50 ლარად ჩვეულებრივად იმ ჯგუფში დამატებას ვყიდით. იმიტომ რომ 30-მდე რაღაც სავარჯიშოა და 5 ლაივია. და არის ძალიან მაგარი სავარჯიშოები ეს ჰორმონების გამოყოფაზე სავარჯიშოები. და ეს ყველაფერიც იქნება ეხლა ამ იმაში იქნება ესეც. საღამოშიტობისა მე დიდხანს ვუნდები რომ ვინმე მაწყენინებს მოვინელო და ვეღარ ვარ ისე იმ ადამიანთან როგორც პანამდე. როგორ მოვიქცე? მივიღებ თქვენ რჩევებს. ნუ რეალურად იცით ნახეთ რა ხდება. რეალურად ეს გაკვეთილი სულ ვერ გადიხართ. ნახეთ რა არის. რეალურად აი ეს წენას თქვენ ავრცელებთ. ამ წელას თქვენ ავრცელებთ სამყაროში და სამყარო პოულობს იმ ადამიანს, ვინც შესაბამის ვიბრაციებშია, დაბალ ვიბრაციებში ვინც არის, ვისაც თქვენ წენინება შეუძლია და აგზავნის იმ ადამიანს რომ გაწყენინოთ. ეხლა რატო აკეთებთ ამას? ანუ რეალურად სამყარო თქვენ რატო აკეთებთ ამას? გაუცნობიერებლად. იმიტომ რომ გაძლიერდეთ, რომ ის ვეღარ გაწყენინოთ. აი ეგ რაც გწყინთ, აი მაგაზე გაქვთ სამუშაო. რაღაცა არის მანდ ისეთი, რაზეც უნდა იმუშაოთ. ვიღაცა მირეკავს.
და ეს არის რა, ანუ ვიღაცა თუ მოდის და ვიღაცა როცა ვიღაცა მოდის და გაწყენინებთ, რეალურად ეს თქვენ გააგზავნეთ ტალღა და დედამ სამყაროს არკია და სამყარო გიგზავნით იმ ადამიანს, რომ ეს თქვენი დავალება შეასრულოს. საღამოშიდობისა. ვიღაცა მირეკავდა გამეკცა, ეხლა კითხება ვაკ წავიკითხავ რაც დარჩა. გაიხარეთ შოთკა თქვენ ხართ ჩვენი გაცნობიერებული გონება. მადლობა რომ ძალიან ბევრ სიყვარულს გიგზავნით. ძალიან მიხარია მეგობრებო, ანუ მე მაქვს ეს რაღაც უნარი, რომ ადვილად შემიძლია გადავცე. ამაზე მე ვკითხულობდი, თურმე რა არის, იცით, არის სარკისებრი ნეირონები. ამ სარკისებრი ნეირონებით ძალიან ადვილად შეიძლება თურმე ცოდნის გადაცემა. ოღონდ ეს ცოდნა რომ ვიღაცა მიიღოს მიმღებმა, ან მე ხო ვაგზავნე ამ ცოდნას. იმან რომ მიიღოს ეს ცოდნა, გახსნილი უნდა იყოს. და ნუ გახსნილი რომ იყოს უბრალოდ უნდა იყოს კეთილად განწყობილი ჩემი მიმართ. ანუ სკეპტიკურად არ უნდა უყურებდეს ამ ცოდნას. ხვდებით, ანუ კრიტიკულად არ უნდა უყურებდეთ და გახსნილები იქნებით. სულ უნდა იყოს სიხარულების ზებნაში. კი, სიხარული ჩვენშია, ჩვენვე უნდა გავახაროთ ჩვენი თავი, თორე სხვა ვერ გაგვახარებს. ჩვენ უნდა შევქონოთ სიტუაციები, რაც მე გაგვახარებს. ან ბიზნესი მოვიფიქროთ, რაღაცები უნდა მოვიფიქროთ, რაც მე გაგვახარებს. სტრესის და ჰორმონები გენეტიკურ შეიძლება იყოს. ნუ არა მგონია, ანუ ეს რა არის? გენეტიკური არის აზროვნების ხერხები. და ნუ ეხლა თუ მამა და ბაბუა იყვნენ ისეთები, რომ ჩვევაში ქონდათ აი ეს ნეგატიური აზროვნება შეიძლება, მაგრამ ეგ არაფერს არ ნიშნავს. ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია შევცვალოთ.